იუწყება. დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ. ჩვენ სამაგიეროდ გვაქვს მზე და ჩვენი კინოაპარატურა, რომლითაც განათებულები ვართ ყოველთვის. ნათელში ვართ. გამარჯობა მეგობრებო. მოგესალმებით ყველას ჩვენს გამომწერებს, ვისაც არ გამოგიწერიათ და 10 გამოიწერთ ჩვენს არხს, იმათაც მოგესალმებით. აბსოლუტურად ყველაფერს ვეთანხმები. მე ისინი ვარიან, ხო იცი? ვეთანხმები გამყრელილის და ერთ-ერთი პარტიის ისინი ვარიან რა და ერთი ლიდერი რო დადგება ხოლმე ესე წინ და ერთი 30 უკარო დგას და თავს რო აქნევენ. ანუ რო ეთანხმებიან რა. ეგრევე იქნება მე ხა. შენი ბაზრე და მე დაგეთანხმები. ყველაფერში გეთანხმები. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ უსაფრთხოებაზე. უსაფრთხო კოიტუსზე ვისაუბრებთ და სხვა აქტივობებზე, რომლითაც ამ მიდამოებში დაკავებულია ხოლმე გოგობიჭების უმრავლესობა. ბიჭო ხო, მართლა რა უბედურება რომ მოდიხარ და მე მოდიხარ და უშვები ვიღაცას. ის რაღაცები, ის სალფეტკები და ის რა პარკში ჩაყარი და წაიღე ნაგავში გადა. კარგი ტეხავს, რამდენჯერ ჩამივარდა დრონი შენს გამოსმულ სალფეტკში. არგით რა. ხო, მოკლედ უსაფრთხოებაზე ვისაუბრებთ და დრონის უსაფრთხო მოპყრობაზე. როგორ უნდა მოეპყრათ დრონს ისე რომ არ დაგვაზიანოს ჩვენ და არ დააზიანოს სხვა ადამიანები თუ ცხოველები. გონი საინტერესო თემა იქნება და არც ჩვენ. წარმოდგენა არა მაქვს რაზე უნდა ილაპარაკოს. ვაიმე. ყველაზე მეტად რასაც მივაქცევდი ყურადღებას უსაფრთხოების თვალსაზრისით. ეს არ აქვს მნიშვნელობა ეს შენ FPV დრონით იფრენ, DJI-ის Mavic-ით რაღაცა სხვა დრონით ასე შემდეგ, ხო? დრონით. აი რომ მიფრინა ნებისმიერ ტერიტორიაზე, ეს იქნება პარკი, ეს იქნება ეზო, ეს იქნება ქუჩა, გზა, მაგისტრალი არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, ხო? თუ ეს გადაღება შენ შეთანხმებული არ აქვს და იქ არსებული ადამიანები არ არიან საქმის კურსში, რომ აქ დრონით მოფრინავს, შენ არანაირი მორალური უფლება იმის არ აქვს, რომ მაგათ თავზე გადაიფრინო. არასდროს არავინ არ ვიცით, ხვალ რა შეიძლება მოხდეს, ანუ რა გამოვიდეს უცებ წყობრიდან და შენ რომ იქ ვიღაცა ბავშვის თავზე გადაიფრინე და აი მაგ დროს რო სიგნალი გაითიშოს, ან და დიზარმდეს დრონი და ჩავარდე. მე რა შვი. ბავშვს დაეც თავში. რა ძალა გადგია? დაინახავ ხო ვიღაც ადამიანებით განან უცხო ადამიანები შენები არ არიან და შეთანხმებული არ აქვს და იმათმა არ იციან რომ ისა დრონია და წარმოდგენა არ აქვს ვიღაც შეიძლება უბრალოდ ესე მიდიოდეს და თავში დაეცა დრონით. აუცილებელი ხო არ არის რომ რაღაცა მოხდეს რომ მე ჩემი გჯერა? მე დავიწყოთ ამის შეზღუდვებზე ლაპარაკი. თავიდანვე დავიცვათ ის წესრიგები რა რომ არაფერი არ დავაშავოთ არავინ და შენ რო არ დააშავებ, მე რო არ დავაშავებ, ლევანი რო არ დააშავებს, ხო? არავის პრობლემა აღარ შეგვექმნება და ვიქნებით თავისუფლად როგორც ამ ქვეყანაში ჩვენ გვაძლევენ იმის საშუალებას, რომ არ გვზღუდავენ ფრენებში, არ გვაჭერენ წიხლებს, რომ გინდა თუ არა ეს გააკეთე, ის გააკეთე, ის. ანუ მაქსიმალურად ჩვენ ყველანი ვინც ვართ საქართველოში, არავინ არაფერს არ ვარღვევთ, ყველა თითქმის ყველა ვიცავთ წესრიგს. გარდა გამონაკლისებისა, რამოდენიმე ვიდეო შემხვდა, ხალხის თავზე დაფრინავენ და მოერიდეთ მეგობრებო, არ გინდათ, იმიტომ რომ არავინ არა ვართ არაფრისგან დაზღვეული. როგორ არ უნდა დავიზიანოთ ჩვენი თავი და როგორ არ უნდა დავაზიანოთ სხვები. მოვიმარჯვებ სუხოს ჩვენი კვადრიკს, დრონჩიკს. ხო, ანუ ნებისმიერ დრონს რომელსაც ჩვენ დავფრინავთ, ეს არ ეხება მაინც და მაინც FPV-ს, არამედ ჩვეულებრივ Mavic-ის დრონებსაც, დიდს თუ პატარას. აქვს ორი მაღალს თუ დაბალს. აქვს ორი რაღაცა, რაც არის საფრთხის შემცველი. პირველი ეს არის ხრახნენ პროპელერები, რომლებიც ბრუნავენ. დანები, რომელიც არის დანასავით ბასრი. ნებისმიერი ზომის, არ აქვს მნიშვნელობა დიდი იქნება თუ პატარა და ასევე მისი წონა. ეს არის ორი მთავარი საფრთხე, რასაც შეიცავს ჩვენი დრონები და ჩვენი მიზანი არის ფრენის დროს, რომ ეს საფრთხეები და ეს ამ საფრთხეებისგან გამოწვეული რისკები მინიმუმამდე დავიყვანოთ. ხა ბოლომდე ვერ შევამცირებთ გასაგებია, მაგრამ მინიმუმამდე დავიყვანოთ. ამისათვის საჭირო არის ის, რომ როდესაც მაგალითად ჩვენ FPV დრონზე რაღაცის ჩასწორება გვინდა,
Betafly-ში მივაერთეთ და რაღაცა კორექტირება გვინდა. ამისათვის საჭირო არის, რომ ვთქვათ, შევაერთოთ აკუმულატორი. ხო, ანუ ისე ვერ ვაკორექტირებ სიტყვაზე ES-ის რაღაც კონფიგურაცია გვინდა რა. აკუმულატორის შეერთების გარეშე არ გამოვა ეგ ამბავი Betafly-ზე. აკუმულატორს რო შევაერთებ, არის იმის რისკი, რომ ეს პატივცემული დაიხოქოს. წავიდეს. არა, ხო, ანუ ეს სეტინგებს როცა ასწოროთ, არ დაგეზაროთ პროპელერების 4 ბოლტის მოშვება. აუცილებლად უნდა მოუშვათ ბოლტები, მოხსნათ პროპელერები და მე რაც გინდა ისუქენით, ვერაფერს ვერ დაუშავებს ეს დრონი, ვერც თქვენ და ვერც სახლს. ეხლა მეორე. რაც არის ამ დრონის წონა. მოწმესავი ვდგავარ აგე რა, რამე ისეთი რო არა თქვას, უცებ თუ რამე შეეშლება ან რაღაცა უცებ ჩავერე. დაგეგმილი არა ეს გადაყენა, მეგობრებო, გულწრფელი ამბავია, უბრალოდ. გუშინ ძილის წინ რაღაცას დაბეძირებოდა მოიფიქრე რაღაცა. ამან მოიფიქრა. მე აზე არ ვიყავ. მე რომ მოვედი, ისიც არ ვიცოდი რომ უნდა გადაგვიყო რაღაცა, უბრალოდ კამერა მქონდა თან ყოველთვის დამახხოლმე და დავაი და მე დავაი ჩავწეროთ რაც გინდა. გავუშვა იდეები, გაჩნდება ეგრევე რაღაცას ვაკეთებთ ხოლმე რა. ეხაც ეგრეა, თქვენთვის ხარჯავთ ეხა დროს, როცა ეს დრო შეგვიძლია ფრენაში დაგვიხარჯა. თქვენთვის ხარჯავთ დროს, იმის გამო რომ მეტი რაღაცა ნიუანსი მოგცეთ, მეტი ინფორმაცია მოგცეთ და ამისთვის ლაიქი, კლინგ გჭირდება კიდე, subscribe ღილაკი თუ არა გაკეთებული, თუ ესა გაკეთებული, კიდე მაშინ კომენტარი დაწერე. და თუ არც ერთი არა გაკეთებული, სამივე გააკეთე რა. მეორე საფრთხის შემცველი, რაც არის, ეს არის წონა. ან ჩვენ დრონი დაუფრინავთ ახლა ხო მიწაზე სადებად არა გვაქვს და დაუფრინავთ და ეს ახლა იწონის რამდენს იწონის ეს პატივცემულობა? ეგ 670 გრამია. ანუ ელემენტიანად. ელემენტიანად, რა თქმა უნდა, საფრენი წონა. ნუ 700 რა. 700 გრამი, მიფრინავს 100 კმ/სთ სიჩქარით. და ვიღაცას რო თავში მოხდეს, იქნება საშინელება. ძალიან ცუდი რამე. ვაუს მოგწენ ახლა თუ მოვედი. თუ დაგვიყეფა? ვაუ. ვაუ. ვარა, ვაუ, რა მაგრები ხარ? ვაუ, ეს პირველი დრონი დაინახა და ვაუ, ზაღლა. აი, არიცი. კაი თუ გაყავს. ხო და. იმისათვის რომ ეს რისკი შევამციროთ და არ მოხდეს ის რომ ვიღაცას დავეჯახოთ დავეცეთ და ასე შემდეგ ჩვენ დრონზე აქ საუბარი სხვა რამე არ იფიქროთ. ანუ ისეთ ადგილასა ვარ თუ აქ სხვა რამე რო არ იფიქრო გამორიცხულია. ყოველ ორ ნაბიჯში სველი საფეთკიბეთ და ისინი გდია კიდე რა არ დავასხა და ჩემ თავზე არ უნდა გადაიფრინო. ხო, თავზე არ გადაიფრინო, ანუ კიდე ერთი ნიუანსი არის რა, ანუ ამის ფრენის ტრაექტორია რა. ეცადეთ თუ მაინც მოგიწიათ ეგეთი რაღაცა, რომ ნუ ეხა რაღაც მონუმენტი მინდა გადავიღო და ნუ რა ვქნა ეხა სულ ხალხი დადეს იქ რა, როგორ მოვიქცე. ეცადეთ რომ ჯერ პირველ რიგში შორიდან გადაიღოთ და დაზვეროთ სად დადის ხალხი, ანუ რა მარშრუტით დადიან ძირითადად, ხო? ანუ შეიძლება ბილიკი იყოს და იქ დადიოდნენ რა. ხო, ანუ ბოლოდ დაელოდო რომ აღარავინ აღარ იყოს და იმ დროს გადაიღო. და ანუ ამ ბილიკზე დადიოდნენ სხვა ადგილებში და შეიცადეთ რომ შეისწავლოთ რა ამ ხალხის მოძრაობის ტრაექტორიები და თქვენი დრონის ტრაექტორია ეცადეთ რომ მათი მოძრაობის ტრაექტორიას არ დაემთხვეს რა. ანუ აი თქვა ადამიანი მიდის ხო ესე მიდის და დრონიც ესე მოდის და ისე არ იყოს რომ შემხედრათ რაღაცა დროის მერე შეხვდნენ რა თქვენი დრონი და ეს ადამიანი რო ჩამოვარდეს რა. ამიტომ თუ ეს ადამიანი იქით მიდის მის პარალელურად იფრინეთ რა. ან არ გადაკვეთოთ რა მისი მოძრაობის ტრაექტორია, რომ გაუმართავობის შემთხვევაში, დრონის ჩამოვარდნის შემთხვევაში არ მოხდეს ისე, რომ ამან ინერციით ფრენა განაგზოს და ვიღაცას მოხდეს რა. არ ჩენ დაზარავდე და არ სხვა დაზარავო, კი. თავარი ამოსავალი წერტილი არის ეგ, რომ საკუთარ თავით არ დავიზიანოთ და არც სხვა არ დავაზიანოთ, ვინც შეიძლება ვიღაც დადიოდეს ბავშვს ასე იმდეს პარკში და ნუ სულ არ უნდა ეხა დრონი რომ მოხდეს თავში რა. კიდე ხო, აკუმულატორებთან დაკავშირებითაც წინაზე ვთქვით, როცა ვტენიდით, მაგრამ კიდე ერთხელ მოგიწოდებთ, რომ აკუმულატორის დატენვისას რადგან ეგ დრონის ერთ-ერთი ესეთი სახიფათო ნაწილი არის და ესეთი მოპყრობა ჭირდება, ყურადღება ჭირდება. კიდე ერთხელ მოგიწოდებთ, რომ დრონის დატენვისას, როცა დამწყები ხართ, მაშინ განსაკუთრებით იყავით ძალიან ფრთხილად. არ დატოვოთ ყურადღებოთ, ანუ დრონ დასატენად ჩავსე და წავედი შხაპი მივიღე ეგრე არ აქნათ. ანუ იმ ოთახში იყავით, კი ეხა წყალი დავისხი მოვედი და ეგეთი რაღაცა ვქენი, კი ბატონო, ეხა ერთი წუთი რო დატოვო, კი მოსულა, მაგრამ რეკომენდირებულია რომ არ დატოვო დრონი, როდესაც იმუხტება და მე თვალყურეობის გარეშე.
დანარჩენი ისეთი რაღაცა კატასტროფული და რამე მე არ მაქვს უსაფრთხოებას რაც შეეხება. ხო, კიდე დრონის მართვის მოწმობას უნდა აიღოთ მეგობრებო. ანუ მოწმობა იმდენად აუცილებელია, რამდენადაც მოწმობის აღებამდე რა ინფორმაციასაც იღებ. ანუ მაგის ცოდნა. იმიტომ რომ ეგეთი რაღაცები რო იცოდე, აი ეს შეცდომებს აღარ დაუშვებ. შეცდომები აღარ მოვა, ნაკლები იქნება რა. ხო და ეგ დრონის მართვის მოწმობა არის ელექტრონულად გასაკეთებელი ტესტი არის და შეგიძლიათ შებრძანდეთ. ჯერ წაიკითხოთ და გაეცნოთ ვაფშე. ორი დღეც არ უნდა მაგის. ხო, საერთოდ რა წესები არის საქართველოში არსებობს მაგის წესები. არის იმის საშიშროება, ეხლა მაგალითად ამერიკაში გაამკაცრეს რეგულაციები და მოუთაიდები და მთელი ამბები არის რა იქ ესე ვეღარ იფრენ პარკებში. როგორც მომეპრიანება ისე ვერ იფრენ და ჩვენთან გვაქვს ეგ ბედნიერება და ეგ უბრალოდ რომ ესე უკნა წამოვიდათ ვიფრინოთ არავინ პატრულმა რო გამოიაროს არაფერი საყოლბიჭებო და წავლენ და ხوارზე შეიძლება რაღაცა მოხდეს და ეგ ბედნიერება აღარ ქონდეს რა ის უბედურება შეიძლება იმ ადამიანისთვისაც ცუდია რა თქმა უნდა ხო ვისაც შეემთხვევა ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც და მესამე მხარე კიდე ჩვენ ვარ დანარჩენი ხალხი ვისაც ხო ანუ მარტო საკუთარ თავს და იმას კი არ აზარალებ ყველას გვაზარალებ მაგით ყველა შეეხება ეგ ამბავი რა და ამიტომ საკმაოდ კი ვერთობით სიამოვნებს და კარგია მაგრამ საკმაოდ საშიში მოწყობილობა არის რა ამიტომ მეტი სიფრთხილე მეტი სიფრთხილე თუ რაღაცა ისეთ გადაღებას აპირებ დაგეგმეთ წინასწარ მარშრუტები გაიარეთ დაგეგმეთ არაფერი არ მოხდება მაგითი პირიქით თქვენთვისაც კარგი არის იმიტომ რომ რაღაც ყოფილა რამოდენიმე გადაღებები რომელზეც მე რაღაცა ისე აღშფოთებული და კომენტარებია მაგრამ მე დავგეგმევ წინა დღესო და ეს გადაღება ესე არ იყო სპონტანური არ იყო და ოჯახ მომწონს მივესალმები მაგ ამბავს რა ვიცი დანარჩენი აბა დანარჩენი თუ რამე კითხვები გაგიშდებათ მეგობრებო კომენტარებში შეგიძლიათ დასვათ ეს შეკითხვები და მე ლევანი Google FPV გაგცემთ ხოლმე პასუხებს თუ ამას არ ეცლებ მე გაგცემთ ხოლმე პასუხს და ასე შემდეგ ესე ვიზმაკაცოთ ვიმეგობროთ კომენტარებში პირაჩი ნუმწერთ ხოლმე ამდენ ანუ ისეთ შეკითხვებს ნუმწერთ პირაჩი რაც მარტო თქვენთვის არის დაწერეთ კომენტარებში ნუ გიტყდებათ არ არის პრობლემა იმიტომ შენ რაღაცა გაინტერესებს ხო ისე მკითხავს რომ დაწერ სხვაც წაიკითხავს მე მაგას და ანუ სხვებსაც დავეხმარებით მადლობა მეგობრებო რომ გიყურეთ რამის ხوار დაამატებდი მე მადლობა მეგობრებო იმდენი ვილაყბე ლევანის მონოლოგი იყო ეს მადლობა რომ გიყურეთ წარმატებებს გისურვებთ მომავალ შეხვედრამდე და ლაიქება არ გავიწყდეთ და გამოწერა არხის კარგად